მოგესალმები მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხინგავა, ვარ სმენა და კვეთებული. სმენის აბატ მიკეთია და მიგანიშნო. გრამატიკა ნელა ვსწავლობ. მოკლედ ბავშვობას ვიხსენებდი ისტორიას. ეს ფაქტების მინდა მოგიყვეს და თქვენ ალბათ ყოველთვის გექნებოდა ფაქტები, რა თქმა უნდა, არა გამორიცხული, როცა რაღაცას ამჩნევდი. მოკლედ მე მინდოდა რომ ისტორია მომეყოლა და იცოდეთ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში. იმას რომ თითქოს თქვენ არ გექნებოდა ასეთი გაგებული ამბავი და გავცებული რჩები. ხო. ზოგიერთი კი უკვე იცის ის რასაც ხდებოდა. მით უმეტეს მე ვიცი. მოკლედ ვესტები გრამატიკა სწორად და ლამაზად განმარტოთ, რომ გესმოდეთ ჩემი რასაც საუბრო. ესე იგი, ბავშვობაში ვიხსენებს ისტორია, რას ფაქტი დავიჭირე. მაღაზიაში იყიდებოდა სათამაშო მომგებიანი. და ესეთი წესები იყო ბურბუშელად წერილი. ანუ რას გულისხმობ? ეხლა მე ვესტები ჟესტურად აგიხსნა, რასაც ვსჯელობ. წარმოიდგინეს ეს არის ბურბუშელა რა, ოღონდ ცოტა დიდი იყო. და ამ ბურბუშელა შიგნიდან არის წერილი ფურცელი. ესე იგი თვითონ ბურბუშელა გრძელი არის, როგორც მილის ფორმა და შიგნით არის წერილი ფურცელი. და ამ წერილი ფურცელი, რასაც ამოგივა, ის შეგვხვდება მოგებულის სათამაშო. და ის თვითონ გათამაშება, რასაც აქვს ნივთები, არის ეგეთი ჩარჩო, ასე ვთქვათ, ჩარჩო არის ჩამოკიდებული ნებისმიერი სხვადასხვა სახით სათამაშოები, რაღაც პატარა არის სათამაშოები, ვთქვათ, მანქანები, ლაზერების განათება, რაღაც სხვადასხვა სათამაშოები. და ყველაზე მიმზიდველობის სათამაშო არის ნიღაბი, სიმბოლო, კივილი. ნიღაბი, აი დიდი სათამაშოა, რასაც მიზიდულობა, ანუ რას გვიზიდავთ, მოგვეწონა, აი ესეთი გაუცებას ემოცია რო გექნებოდა მე და ბავშვები, ხო წარმოიდგინეთ. დანარჩენი პატარა სათამაშოები დიდად არაფერია რა. მაგრამ მე და ბავშვები ჩვენ მოგწონდა ძალიან ისა ნიღაბის სათამაშო. ხო და ესეთი შემთხვევა გქონია, რომ მე და ბავშვები ყიდულობ ბურბუშელას სათამაშოთ, რომ მოვიგოს ისა ნიღაბის სათამაშო. ამ მომენტში მე და ბავშვები გქონდა იმედის მოგება ნიღაბის სათამაშო. იყო ეგეთი მომენტი, რომ ყიდულობენ და ბურბუშელა გატეხოდა, რასაც ამოიღებს, რასაც წერილი შეხვდება, ის მოიგებს. მაგრამ ყველაზე მეტად უნდათ ნიღაბის სათამაშო. მით უმეტეს მეც მინდოდა ამის მოგება. ხო და ზოგიერთი მე და ბავშვები ხუდები არ გქონდა. მით უმეტეს იაფი იყო. ძალიან იაფი იყო. მე მგონი 20 თეთრი თუ ავსწლები. და როცა საშუალება გქონდა, ხურდა ზოგი მშობლებს ვეხვეწებოდი, რომ იმის მოგების შანსი მინდოდა რა. მოკლედ რამდენიმე დღეა რაც გავიდა სათამაშოები დააკლდა რა. თუმცა ნიღაბი ისევ
ისევ რჩება და ჯერ არავის მოუგია. ხო და მე ვიყავი ბოლო მომენტი, რაც კი მომიგია, მაგრამ მანამდე მოგიყვები ფაქტი. ესე იგი, რა მოხდა ახლა უკვე? იმ სათამაშოები რაოდენობის რაც დარჩენილა, სიტყვა თქვათ, 4 პატარა სათამაშოები და მეხუთე არის ნიღაბე სათამაშო, ხო? და ამ 4 სათამაშოები, რომელიც ბურბუშელა გავტეხე და სხვა სათამაშოები მოგებით შემხვდა. ანუ ბურბუშელა გავტეხე, რასაც ამოვიღებს, რაც შემხვდება ეს წერილი, სხვა სათამაშოები მოვიგე. მეორესას, მესამესას და მეოთხესას. და ამ მეოთხე ბურბუშელას, რაც იყო დარჩენილი, ყველაფერი გავტეხე ბურბუშელა. და ის ნიღაბი ეთიხა დარჩენილი ყოფილა და სადაც ბურბუშელა ინახებოდა, აქ აღარაფერი იყო დარჩენილი. და როდესაც გამყიდველს შევამჩნიე და თურმე საიდუმლო ბურბუშელა შეუნახია და გაუცებული ვიყავი. ის ბურბუშელა საიდუმლო შეუნახია, ახლა ის მომაწოდა. და გავტეხე ბურბუშელა ამოვიღე წერილი და ნიღაბი სათამაშო მოვიგე. თანას ნიღაბი კივილის სიმბოლო იყო. და გაუცებული ვიყავ. ამის შემდეგ იცი რას მივხვდი? აქამდე ალბათ და ფიქრი იქამ ანუ ემოციის ფიქრი და მაგრამ ეხლა რას ასაკში გავიზარდე, მე დავიწყე გააზრებას რა. ეხლა რა ხდება ფაქტის. ესე იგი თურმე იმ შემქმნელმა ბურბუშელას გათამაშებაზე გაგვიჩალიჩეს იმას რომ ჩვენ ფულები დამაყრევინათ. რასაც ვიხარჯებოდი. და ის რასაც მე და ბავშვები გაგვაგიშეს, ის რასაც მიმზიდველობა გვაჩვენა ისეთი მაგარი სათამაშოა, ნიღაბი ხო? ამის გამო ვიხარჯები ფული, რომ გინდა მოიგო ნიღაბი, ხო? წარმოიდგინე. და ეს მთელი ფული დაგვაყრევინა მე და ბავშვები. და ის სათამაშო რაც დარჩენილი იყო, ხოლო ერთი ბურბუშელა იყო შენახული საიდუმლო ბურბუშელა, რომელიც გვიზიდავდა ნიღაბის სათამაშო. ასე იყო ყველაფერი საიდუმლო გათამაშება. და ამ ყველაფერი მივხვდით, რომ ფულის გამო ვიხარჯები. ის უფრო მომგებიანია ვიდრე მე. რასაც ნიღაბი მოვიგე. მაგრამ იმას უფრო მომგებიანია, რომ მთელი ფული მოაგროვა. წარმოიდგინე. აი ეს მინდოდა რომ მომეყოლა ეს ისტორია, ეს ფაქტი, თქვენ რას აქამდე არ გაგონილი გექნებოდა. თუმცა შეუძლებელია რომ ისეთი ადამიანები ფაქტი ვერ აღმოაჩინოს. ყველა აღმოჩენა დაინახოს ის რასაც ხდებოდა. ახლა რატომ ყვები ამ ყველაფერს? მინდოდა რომ გაგიმხილო ის რასაც ხდებოდა ჩვენ ქვეყანაში. როგორ გვატყუებდა, როგორ დაგვაყრევინა ფული, როგორ გაგვაგიშებს და ასე შემდეგ. ახლა რაზე მინდა დავამატო? არ ჩავერევი იმს როგორ თქვათ, არ ვიცი ეგ როგორ გავუმატო, მოდი პირდაპირ ასე ვთქვა. მაგალითად ლოტო,
ტოტალიზატორი საერთოდ გათამაშებაზე. არ ჩავერევი, უბრალოდ ამით მიხედვით იგივენაირი მომენტია, რომელიც მსგავსად არსებობს ეგეთი რაღაცას. Როგორც მე ჩემი ისტორია გავმარტეთ, იგივენაირის მომენტი, როგორც გათამაშება ლოტო, ტოტალიზატორი და რაღაც სხვა გათამაშებას. ეჭვია არ მეპარება, იგივენაირი მომენტია, ყველანაირი საიდუმლო, უბრალოდ ისინი არიან მომგებიანი, ვიდრე ჩვენ მოგებული. აი როდესაც მონაწილეობას მივიღებდი, აი როცა გინდა მიიღო მონაწილეობა, მისი მოგება. მაგრამ იმაზე უფრო დიდი მომგებიანია, ვიდრე ჩვენ. მაგრამ რომ იცოდეს, ეს არის ფულის მოტეხვა, რასაც მე დავყარე ყველაფერს. რა თქმა უნდა, ჩემი სბრალია, მით უმეტეს არაფერი ვიცოდი. რომ ამ ყველაფერის საინდუმლოს შექმნა რაც გაგვიჩალიჩა და მთელი ფული წაიღო იმის მოგებული. აი ესე. მაგრამ ახლა უკვე მე ვიცოდი და არაფერზე აღარ მონაწილეობს რაიმეს გათამაშება. აი იმდენჯერ მონაწილეობდი სხვადასხვა სახით, რასაც მე მახსენდება და მართლა დიდი წვალები და ტანჯვისგან. და მე დიდი ხანია აღარ მონაწილეობს, რაღაცას გათამაშება, რაღაც მოგებია, ძალიან კარგად ხვდებოდი ის რაც იგივენაირი მომენტი იყო რა. რასაც მე მოგიყევი ჩემი ისტორიის ბავშვობა და ზუსტად იგივენაირი და არაფერი განსხვავდება. და ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი. რა თქმა უნდა, ეს უკვე აი დახუპვას ამსგავსებს, იმიტომ რომ როცა მე ყველაფერი ვიყრები ფული და განსაკუთრებული არაფერი, აი რაღაცა. რა მნიშვნელობა ხან კი მოიგებდი, მაგრამ იცოდეთ რომ წყალში ჩაიყრევი, რომ აღარაფერი დაგჩენია. თითქოს აი ალბათ მიხვდები რა რამხელაზე განსხვავება და მოკლედ ბევრი რომ არ ვთქვათ და ბოლოს მინდა ისა ფილმი გაგიზიაროთ, მაგრამ შეუძლებელია ეს ფილმი გაჩვენოთ ამის მომენტები, იმიტომ რომ ხელს მიშლის ვიდეოს დადების გამო. მაგრამ სათაურის სახელს ვიტყვი და აუცილებლად მოусმინე, იმიტომ რომ ეს არის რეალობა, ჩვენება, საუბარის მომენტი და ის რასაც ხდებოდა. ხო და რა ვიცი, მაყურებლებო, ვისაც ჩემი ხმა ისმენდი, შენი ნებით გადაწყვეტილება იმას რომ დაფიქრდით, რომ არ მიიღო მონაწილეობაში, ასეთი გათამაშებაში, უბრალოდ თქვენი ფული მოტეხვაში არის. რატო უნდა დაიხარჯო ამ ყველაფერში მთელი ენერგია, მთელი წვალები, მთელი გაგიჟები, მთელი იძულებით და ასე შემდეგ. აი ყველანაირ. ნუ მიიღებთ მონაწილეობას, ერთადერთი თქვენ უნდა გქონდეთ ფული, რითვისაც გჭირდება. მაგალითად, საკვებისთვის, ტანსაცმელისთვის, სახლისთვის, რა ვიცი, ზოგადად უნდა გქონდეთ ისე როგორც საჭიროა, ვიდრე მიიღო იმაში მონაწილეობა. იმას უფრო გაგიჟებს რა ვიცი. მე პირადად არ მივიღებ მონაწილეობა ესეთი გადამაშება, მე იმას არ გთხოვდი, უბრალოდ მე გაგიზიარო ის რასაც ხდება ჩვენ ქვეყანაში და თქვენ იცმედით ჩემ ხმას და დაგამახსოვრდება ის რასაც ხდებოდა. მით უმეტეს შენ დაინახო შენ თვალში რომ აღმოაჩინე ეს ფაქტები რა
უბრალოდ იცხოვრე ჩვეულებრივად არ მიიღოთ მონაწილეობა გათამაშებაზე, თქვენი გადაწყვეტილება, თქვენი ცხოვრება, თქვენი უბრალოდ ეს არის. მე მხოლოდ ისტორიას ვყვები და ასეთია ამბავი. თქვენსაც ისმენთ ჩემი ხმა, როგორ გაწყობ, ისე გაწყობ, იცხოვრე, იმას რომ არ მიიღოთ გათამაშების მონაწილეობა და ასე შემდეგი, არ იწვალო, არ დაიტანჯო, არ გქონდე იძულება, რაღაცა ისეთი ყველაფერი. მაგრამ რა ვიცი. და დღეს იმიტომ ჩავიწერე იმას რომ ვერ მოვისვენე, იმიტომ რომ გულით მინდა რომ აი გავაღვიძო მთელი ხალხი და იცოდეთ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში და არ იწვალო თქვენ საკუთარი თავი რასაც იძულები ხდები და წვალები და რაღაცები. მინდა რომ თქვენ იყოთ კარგად და რა ვიცი, მეს ვიყოს კარგად და ასე. ვიყოს ნორმალური ცხოვრება, არავის მოვატყუე ერთმანეთი, რა ვიცი. და ასე შემდეგი. მე ყველაფერს ვაჟღავნებ, ხარ რაღაცას ვცდილობ, ხარ რაღაცას იცოდე, რა ვიცი. საერთოდ ჩვენ დედამიწაზე უნდა მოწესრიგდეს, არ უნდა იტყუებოდეთ ერთმანეთში, არ უნდა გაბოროტდეს და ასე შემდეგ. დედამიწაზე უნდა დაამზადოს გავსოთ მოწესრიგებული, კეთილი გული და ასე შემდეგ. მხოლოდ ღმერთთან მიყვები, ღმერთთან ცხოვრებას გვასწავლი, როგორ ვიცხოვროთ, როგორ ყველანაირი საერთოდ. ღმერთთან მიყვები, თქვენსაც მიყევი ღმერთთან, ვიცხოვრო ისე როგორ საჭიროა, დაამსგავსო სიწმინდე დედამიწაზე. და ამით იმედი გვაქვს ჩვენ, რომ დაამსგავსოს ჩვენ დედამიწის წესიერობა და საერთოდ მინდა სიმბოლურად დავათქვა, როგორც ღმერთთან 64, იგივე დედამიწას 64 უნდა დაამსგავსო. და თქვენი რეაქცია, ღიღინი და ციცილი და რაღაცა სულაც არ მაინტერესებს. თქვენს მერე მივხვდები, როგორც თქვენს დაგეწყება ემოცია და გააზრებას გექნებოდა, რომ როგორ გინდა და რა გინდა და ასე შემდეგ. ოდესმე რა ვიცი. კაი. მართლა ეს მუციური არ და მოკლედ მოდით დაგემშვიდობები. მადლობა ყურადღებისთვის, რომ მომისმინე და აბა თქვენ იცით წარმატებები გისურვებ თქვენ ცხოვრებაში, ნორმალურ ცხოვრებაში და რა ვიცი.